გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გრწანიში შეპესეს საბუდარამ ახალი ინკუბატორი და საკვების მოსამზადებელი საწარმო გახსნა. საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. შეპესეს საბუდარამ $535,000 სესხი აიღო. აღებული კრედიტით კომპანიამ სოფელ გრწანიში ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს მშენებლობა დაასრულა და მარცვლეულის გადამუშავება დაიწყო. შეპესეს საბუდარაში ამჟამად 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოების გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ეს საწარმოს აწარმოებს ამ კურსში დააბაზრისთვის, ასევე მოახდენს მის ექსპორტს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მათი წესრიგ კომბინატი ამ ახალი საწარმო, რომელიც დაამატეს საკუთრების მიმართულებით, შეიძლება ექნება საშუალება, რომ დაახლოებით 200-მდე მეფრინველებს ქვეყნის მასშტაბით მცირე საშუალო მეფრინველებს მიეწოდოს საკვები. იგივე თანხებით გავაფართოვეთ ინკუბატორი. ინკუბატორის გაფართოება მოგვცა იმის საშუალება, რომ უკვე ჩვენი პროდუქცია გავიდა საზღვარგარეთ. არის სერიოზული მოთხოვნა არის ცილის ხარისხიდან გამომდინარე და ყველაფერი ამან მოგვცა საშუალება, რომ უკვე გავაიეფოთ პროდუქცია. სახელმწიფო მუდმივად იქნება მხარდამჭერი და წამახალისებელი ყველა იმ ინიციატივის, რაც ეხება ახალი საწარმოების შექმნას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.